გადაცემის ამ ნაწილში ქალთა გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ ქალთა მხარდაჭერის, ლიდერობის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ლიდერ ქალთა საზოგადოებასა და Business and Professional Women UAK-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის საერთო ხედვა და მიზანი, რომლის ცენტრშიც ქალის გაძლიერება და საერთაშორისო სივრცეში მისი როლის კიდევ უფრო გამყარება დგას. ლიდერ ქალთა საზოგადოების საქმიანობაზე ამ ახალი პარტნიორობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროთ ჩვენი სტუდიის სტუმარია პლატფორმის დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი. ნათია, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და gadაცემაში სტუმრობისთვის. ნათია, უპირველესად მინდა ამ მემორანდუმის შესახებ ვისაუბროთ, რომელიც გაფორმდა ამ ორგანიზაციებს შორის. საიდან გაჩნდა ამ თანამშრომლობის იდეა და რა ეტაპი იყო იქამდე, სანამ უკვე იდეა განხორციელდებოდა სრულად? პირველ რიგში მადლობა თემით დაინტერესებისთვის. ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ვიცით უკვე რომ ითვლის ძალიან დიდ ძალიან ბევრ წლებს გამოცდილებას, ისტორია აქვს საკმაოდ დიდი. ჩვენ ფუნქციონირებთ უკვე 20 წელია BDC აკადემიასთან ერთად პარალელურ რეჟიმში და რაღაც ცოტა ისე ხმამაღალი ნათქვამი იმედი არ გამომივა, მაგრამ რომ გითხრათ რომ დიდად გამიკვირდა და გასაოცარი იყო რომ რომელიმე სხვადასხვა ქვეყნები დაინტერესდნენ ჩვენი საქმიანობით, ასე არ არის. პირიქით რო არ დაინტერესდება ხოლმე ვინმე, ეს უფრო გასაოცარია და გასაკვირია. იქედან გამომდინარე, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება უკვე ვიცით, რომ 10,000-ზე მეტ რაოდენობას გადასცა ქალბატონებისა, რიცხვისა, წევრებისა და საკმაოდ, ესე ვთქვათ, ხმაურიანად მუშაობთ წლების მანძილზე. ხო, რაც შეეხება BPW-ის ორგანიზაციას, BPW არის საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, მას აქვს მსოფლიოს 100 ქვეყანაში წარმომადგენლობა და ისინი დაინტერესდნენ ჩვენით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადავხადო ქალბატონ ნანა ქოთილაიძეს, რომელიც უშუალოდ შუამავალი იყო ჩვენ და BPW-ს შორის და ეს მემორანდუმი სწორედ გაფორმდა. ჩვენ ინგლისში ვიყავით მიწვეულები, სადაც დავესწარით რამდენიმე დღიან ძალიან საინტერესო კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენელი ბიზნესმენი, წარმატებული ქალბატონები და ჩვენ შესაძლებლობა გქონდა რომ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება და ის სწორედ ამ შეხვედრაზე ამ მიწვევის დროს გაფორმდა ჩვენ შორის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ლიდერ ქალთა საზოგადოების საქმიანობა, არ არის როგორც წესი ჩვენ და სამწუხაროდ ფასადური მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი პრაქტიკაზე კი დაყრდნობილი არის და მომავალ საქმიანობაზე ორიენტირებული არის და საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, სამომავლო გეგმები გვაქვს ერთად თანამშრომლობის გაგრძელების BPW-სთან. ისინი ოქტომბერში ეწევიან საქართველოს, ჩვენი მოწვევით იქნებიან ჩამოგბრძანებულები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები და საკმაოდ ფართო ხედვები გვაქვს, რომ შევძლოთ, ასე ვთქვათ, საჭიროების სამებრ გავცვალოთ შესაძლებლობები, ფუნქცია მოვალეობები გავიზიაროთ და საკმაოდ დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ ყველა წარმატებულ ლიდერ, ბიზნესმენ ქალბატონს ხელი შეიწყოს სამომავლო საქმიანობაში და არა მარტო მხოლოდ უკვე წარმატებულ შემდგარ ქალბატონებს, პირიქით, ქალბატონებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება და მათი ყოფა ცხოვრებისთვის აუცილებელი არის, ანუ იმ სტარტაპერ პლატფორმას აცდნენ და იყვნენ წარმატებული ქალბატონები ბიზნესში. ჩვენ ვიცით, რომ დღეს 54% საქართველოში არის ქალბატონი ბიზნესმენი, მცირე თუ საშუალო მეწარმე და მათ სჭირდებათ, ან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა და შესაბამისად ლიდერ ქალთა საზოგადოებას თავისთავად ცხადია კოლეჯ BDC აკადემიასთან ერთად ვერ გავყოფ ამ ორგანიზაციას ერთმანეთისგან, იმიტომ რომ რეალურად BDC აკადემიაზე დაყრდნობით გაჩნდა იდეა, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებას ესარგებლა იმ შესაძლებლობებით, რაც BDC აკადემიას ჰქონდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შეგვიძლია ჩვენ ერთად. ნათია, BDC არაერთხელ ახსენეთ და მინდა კოლეჯის საქმიანობაზეც გკითხოთ, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც ფარავს ეს ორგანიზაცია და როდის შეიქმნა, როდის იყო ის
არის პირველი ნაბიჯები? BDC არის ესე ვთქვათ, კარგი გაგებით ყველაფრის თავი და თავი. აკადემია შეიქმნა 2006 წელს და დღეს ის იყო მხოლოდ აკადემიის სტატუსით, დღეს ის არის ოფიციალურად კოლეჯი, აკრედიტირებული კოლეჯი, დაახლოებით 47 პროფესიას ვემსახურებით თბილისი, გორი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და ეს არის ესე ვთქვათ თავი და თავი საფუძველი იმისა, რომ დღეს ლიდერ ქალთა საზოგადოებას აქვს ესე ვთქვათ ესეთი მყარი საფუძველი და რატომ აკადემია იმ დროიდან დღემდე ხელშეკრულებების და მემორანდუმების საფუძველზე თავისთავად ცხადია, ამზადებდა და ამზადებს ვეხმარებოდით და ვეხმარებით ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, პატიმარ ქალებს პენტენციალურ დაწესებულებებში, ესე ვთქვათ, ქალბატონებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ და არიან. ანუ ეს ხორციელდებოდა BDC აკადემიასთან ერთად და დღემდე აი ამ პრინციპით მოვდივართ, რომ აკადემიამ თავისი შესაძლებლობებით აკადემიის შესაძლებლობებით ისარგებლოს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ. ჩვენი ძალიან დიდი ესე ვთქვათ გამარჯვება თუ მიზნის მიღწევა რაც შეიძლება რომ ძალიან ესე ვთქვათ ხმამაღლა ჟღერდეს შეიძლება მაგრამ ეს იყო ნოემბრის თვეში ჩატარებული პენტენციალურ დაწესებულებასთან ერთად და თავისთავად ცხადია მეხუთე სასჯელ აღსრულების და დაწესებულების ხელმძღვანელის ქალბატონ ნესტან ვერულაშვილის კეთილნებაზე და ცხადია სამინისტროს ნებართვით და დამოკიდებული ეს იყო დეფილე რომელიც ჩვენ მოვაწყვეთ აბსოლუტურად იდეაც ჩემი იყო და განხორციელებაში მეხმარებოდნენ ჩემი ორგანიზაციის წევრები, როდესაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მე მათ გადავიხადოთ. გამოვიყვანეთ 22 პატიმარი ქალბატონი დეფილეზე და გასაოცარი რაც იყო და ძალიან შთამბეჭდავი დეფილეზე განთავისუფლდა გოგონა 21 წლის გოგონა, რომელიც დღეს BDC აკადემიის სტუდენტია და მან არაერთი კურსი გაიარა აკადემიაში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ BDC აკადემიასთან ერთად ვართ ძალიან ძლიერი გუნდი, თავისთავად ცხადია ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრების ჩათვლით, რომლებთაც არ ავიწყდებათ უზრუნველობა მოკლებული ბავშვები, დედები, სასჯელ აღსრულებაში მყოფი ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები და ანუ არა მხოლოდ ორიენტირებული ვართ, რომ წარმატებული ბიზნესმენი ქალი იყოს გამორჩეული წინა ასე ვთქვათ პლანზე და მას მარკეტინგულად თუ პიარის მიმართულებით თუ კონტაქტებში დავეხმაროთ, არამედ ის ქალბატონები, ვისაც ჩვენ ვეიმედებით და ვჭირდებით აუცილებლად ვიყოთ მათ გვერდით ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. რა არის ორგანიზაციის სამოქმედო და სამომავლო გეგმები? ორგანიზაციას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. ჩვენ დეკემბერში ვიყავით ამერიკაში, გაეროში ქონდა შეხვედრები. ორგანიზაცია აბსოლუტურად აპოლიტიკურია. მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულები ვართ წარმატებული ქალბატონი ბიზნესმენების, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტ წარმატებაზე და მათ ცნობადობის გაზრდაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაციაში არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ქალბატონები არიან გაწევრიანებული, არამედ ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტი ქალბატონები, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში და აქ იწყებენ საქმიანობას, რაც ძალიან მახარებს და აგრეთვე ჩვენ სწორედ დეკემბრის ვიზიტმა ამ შესაძლებლობა მოგცა, რომ ქალბატონები საქართველოდან უკვე მათ და ეხლაც კი დღესდღეობითაც კი ისინი ამერიკაში არიან წაბრძანებულები, რომლებმაც იქ ფილიალები გახსნეს, რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს და საკმაოდ წარმატებით ავითარებენ თავიანთ საქმიანობას. რეალურად თავისთავად ცხადია ჩვენ ამ ჩარჩოებს ვერ ავწდებით, ჩვენი სამომავლო გეგმაც ეს არის ქალბატონების კიდევ უფრო წარმატებაში ხელშეწყობა, ამისთვის გვაქვს სწორედ ჩვენი გადაცემა, სადაც
შესაძლებლობა იძლევა ჩვენ წევრ ქალბატონებს, რომ მათი წარმატების ისტორიების შესახებ ვისაუბრონ და საზოგადოებას ამცნონ და უამრავი შესაძლებლობა აქვთ, რის საფუძველზეც რაც შეიძლება მეტი კონტაქტები გქონდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს და ვერ ავწდებით წარმატებულ ქალებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ რეალურად, ბავშვებს და იმ პოტენციალურ დაწესებულებებს, რომლებთანაც ჩვენ ასე მჭიდრო კავშირი გვაქვს და მუდმივად შეიძლება ის დაგვარად თავისთავადწყვეტია ვეხმარებით, ეს არის ტრენინგებით თუ რესოციალიზაციის თემებით, განთავისუფლების შემდეგ თავის დამკვიდრებით, ისევ გადამზადებით, ისევ სამუშაო ადგილების მოძიებით თუ ასე შემდეგ, ისევ ქალების და ბავშვების ირგვლივ ტრიალებს მოკლედ თქვენი ორგანიზაცია. გეზიარებული ესე თქვით. ნათია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები ყველა მიმართულებით, გელოდებით უკვე სიახლეებით და ახალი პროექტებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა პირიქით, ნათია შათირიშვილი, ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.